მოგესალმებით, მეგობრებო, მზიანი პარიზიდან. ახლა აღმოაჩინე ერთი ადგილი, სადაც შეკრებილი არის უამრავი სუპერკარი და ძალიან ზურიანი ავტომობილი. ეხლა დაკათოლიერებინეთ, მოდი რა მანქანებია. მეც პირადად არ ყავს ეს მანქანები ნანახი და მოდი ერთად ნახოთ რა. ორი ცალი, უბრალოდ ორი არა, 3 Rolls Royce დგას ერთად. და წინ დგას არც მეტი არც ნაკლები Bugatti Chiron. რომელსაც პირველად ხედავ. ეს გამშვები ალბათ არალეგალურია საქართველოში სამწუხაროდ და დააჩარიფებენ. ლეგენდარული ძრავი 16 ცილინდრიანი 4 ტურბინით. უზარმაზარი სამოხუჟე დისკები. კარბონგანამებული რა თქმა უნდა. სხვადასხვა საკუთარ სილეზონის მანქანა არის, როგორც ვეირონი, მე მეგონა რომ შედარებით დიდი იქნებოდა, მაგრამ არ არის ეგრე. ვიდეოში არ ვიცი ახლა როგორ ჩანს, მაგრამ ზომით საკმაოდ პატარაა და აი ახლა ჩამოვარდა კაკლის ხიდან კაკალი დაეცა პირდაპირ Bugattis. აი აგერ არის. აი ეს გასკდა ახლა Bugattis სახურავს. ვაუ. მე ესე ვერ გავაჩერდი რომ საიგიდე ჩამოვარდა და თეთრ შუა. წინ სულ გადატენილია რადიატორებით. ძალიან ბევრი რადიატორი ვღენია, როგორც მახსოვს ვეირონს ჰქონდა 16 რადიატორი სხვადასხვა რაღაცების გაგრილებისთვის და ამას შეიძლება უფრო მეტიც ჰქონდეს. საოცარი ავტომობილი. აი გავაგზავნოთ პაკეტ ნახოთეებია. GT3 RS-ი რომლის ნახოც უამრავი შეგიძლიათ ნახოთ ეს ამანქანები ნორმალზე და რინგზე ამაზე მაგარი ჩიტ კოდი არ არსებობს. Lamborghini კარბონ კერამიკებით არის სავსე სულ თითქმის ყველა დეტალი. კარბონ კერამიკა აქვს. ამის გამშვების სისტემაც ავარაუდოდ აკრძალულია საქართველოში. არა და ნახეთ რა ლამაზი. გადავინაცვლოთ შემდეგ ავტომობილზე. Ferrari. ძალიან ლამაზია, ძალიან მომწონს. უფრო მეტად არის დახვეწილი თითქოს Ferrari ვიდრე Lambo არ ვიცი. თქვენ რას ფიქრობთ? აი, ყოველთვის იყო ხოლმე პაექრობა ბავშვობაში. Ferrari ჯობია თუ Lambo? როგორც ასეთი ტრეკისთვის იმისთვის რომ ტრეკზე გამოიყენოთ აგრესიულად ეს ავტომობილები არ არის ველუძლებს მაინც და მაინც ბევრწრეს ეფემად შეიძლება პრობლემები თუმცა გასართობად რა თქმა უნდა შესვლა შეგიძლიათ ისევ Lambo ამჯერად არის ატომერში არის გამო მიკროფონი არ წამომიღია და ესე მიწევს გადაღება მომზადებლად. ესაც ბრიტანეთის ნომრებზეა. ეს არის super Ferrari FF მონი, შეიძლება მეშლება. ამ კითხოთ. და ისევ Bugatti. მე მგონი ეს არის Chiron-ი და ის სხვა მოდელი. დაწერეთ კომენტარებში. რომელია? ძალიან ლამაზია, მაგრამ მე ის ვერჩევია. იმას ავიღებდი ალბათ ეს ორი რომ შევადარო ერთმანეთს.
ისევ როლსი კულინანი ეს უკვე დუბაიდან და ისევ ბუგატი ამდენი ბუგატი ერთად სამი გინახავთ თუმცა ჩემი საყვარელი ავტომობილი მაინც ჩემგან ხელი მარჯვნივ დგას ახლა აი ეს არის ხელოვნების ნიმუში ისე რა თქმა უნდა ძალიან მაგარია მაგრამ აი ამას ავიღეთ თუნდაც უბრალო მარტივი მიზეზის გამო V12 წინ და უგანა ზავნა ძალიან ლამაზი მოწოლის გამშვები არ მოწოს ამას და საერთოდ მართკუთხა ფორმები აქვს და თავისებურ სტილს უსვამს ხას და საერთოდ ჯამში დიზაინში ჯდება კარგის დისკები აქვს ძალიან მსუბუქი იქნება სავარაუდოდ მოკლედ ამახანით გავერთობოდი ყველაზე მეტად ტრეკზე ალბათ რა თქმა უნდა უარს არ ვიტყოდი ბუგატებზე მაგრამ ეს მაინც უკანა წამყვანია და წინაზრავით მოკლედ აი ასეთ ავტომობილებს გადავაწყდი შემთხვევით პარიზში ქუჩას გავუყვები ეხლა შეიძლება კიდე შემდგეს რამე ვეცდები ხოლმე მსგავსი ავტომობილები გავიჭირო და გაჩვენო ხოლმე თავსო ვიდეოებში იმიტომ რომ საინტერესოა ანა გადააწყდა პაგანი ჰაიურა ყავთ ჩამოყვანილი სხვა შორის უღური ცალი მე მოძრაობაში დამინახე სასწაულად ვერ მოახერხე გადაღება თუმცა ანას უდევს უკვე სტორი თავის არხზე შეგიძლიათ გამოიძიოთ ამას არხი ან ამ არხი გააკეთა და ძალიან მალე დაიწყებს საინტერესო ვიდეოების დადებას არ მინდა დავასპოილერო რაღაც პროექტები აქვს ჩაფიქრებული და გამოიწერეთ მოკლედ ანას არხი ანა აბაშიძე შეგიძლიათ ჩაწეროთ YouTube-ზე და ნახოთ მე კი გავაგრძელებ მანქანების მოძებნას გაჩვენებ ჩემს ავტომობილსაც რომელთანაც 3 კვირა არ მივსურვარ დაახლოებით და თავისთვის გას ასე ეულად გასარეცხია კიდე რაღაც პატარა პრობლემები აქვს და მაგაზე უკვე მოგიყვებით უშუალოდ მანქანასთან და გეტყვით თუ როგორ ვაპირებ ამ პრობლემების მოგვარებას და საერთოდ რას ვაპირებ ჩემი მანქანით და კიდე აღმოჩინე ესეთი საინტერესო ლამბო გუნდაში თეთრი ფერის ზუსტად ისეთი როგორც Wall Street-ის გელშია სხვათა შორის ესეც არის თეთრი სალონი თეთრი ტავის სალონი და როგორც ვიცი სულ არის გამოშვებული 25 ცალი ეს მანქანა თეთრი სალონით ერთ-ერთი მათგანი არის ეს ზუსტად რაღაცაირი მანქანები იყო ადრე რაღაცა თავისებურ დიზაინი ქონდა 80-იანი წლის მანქანებში რა ახალი მანქანები რა თქმა უნდა ძალიან მაგარია მაგრამ აი ეს 80-იანების ძალიან ლამაზია სპოილერი არის უფრო მაღლა ვიდრე თვითონ ჭერი ძალიან ლამაზია სიამოვნებით დაამშვენე მათი გარაჟს ერთ-ერთი ესეთი სალონშიც ჩავიხედოთ ერთი თავით გადამთვალები აი ბოშის აკუმულატორის უთოს უკეთზე ხო თავის დარიგა აქ ტელეფონია და სხვადასხვა არ ვიცი ამის ფასი რა არის თუ იცით დაახლოებით დაწერეთ კომენტარებში აშკარად ძალიან იშვიათი მოდელი თეთრი სალონით მართლა იშვიათია თუ არ მეშლება 25 წელი არის გამოშვებული რა ზუსტად ისეთია როგორც Wall Street-ის მგელში დაამკვიეს მოკლედ ხან სერბეთში, ხან უნგრეთში, ხან გერმანიაში, ხან სულ მანქანის კეთებაში ვარ რა. ჩემ მანქანას ვაგებ ევროპაში ძირითადად. ამჯერად სერიოზული პრობლემა მანქანას არაფერი არ აქვს, უბრალოდ სვეჩები ალების სამწლებს ვშლი, იმიტომ რომ
ცოტა ოდნავ ჩაგდებები ხონდა ზრავს, მანამდე დაწევა რომ წონდა. წვამას მოიმატა საგზნობლად და როგორც აღმოჩნდა, აი ესეთ მდგომარეობაშია განადგურებულია. თან ძალიან სული სერჩები მეყენა რა, ანუ წესი დაბნავականები თამასთან. ამ ხელისმოობა ალევის ანთლებში რაც მეყენა. ესენი არის ორიგინალები, აქ გამოვიწერე. NJK ერებია. ხალხურად რაც ეკუთვნის ამ დროს ეგ ალევის ანთლებია. ესენი არის გაუკვეველი რაღაც წარმომავლობის, რომელიც ძალიან მიახასიათებელია საქართველოში. და ამის ღირებულება სხვადასხვა საიტზე იყო 10 евро, თუმცა მეგობრების დახმარებით, ადგილობრივების შედარებით იაფად და გაცილებით იაფად გამოუწერე, 1 წლის ღირებულება დაახლოებით 4 евро გამოვიდა და ორიგინალი კარგი ალების სანთელია, რომელიც დარწმუნებულია კარგად იმუშავებს იმათგან განსხვავებით. თან იმით ორჯერ ვიყავი ევროპაში წამოსული და ხო, ამდენხანაც უნდა შემეცვალა ალბათ, მაგრამ არ უშავს. მანქანასაც შეეხება. ვისაც გინდათ ხელესანი ადგილზე გამოსახებით და მე კეთდათას გავუშვებ. ხოჭი. მანქანასაც შეეხება დასრულია ისევ. აგამია წავს ერთი თვია დაახლოებით გასის ხანა ასე და ხვალ ვიდივართ გერმანიაში ხვალ საღამოს ღამე დაგვაწევით. ვიდარი 500 კილომეტრი გვაქვს გასავლელი. 3, 4 და 5 ოქტომბერი არის Green Hell Driving Base. ნურბურგრინგზე მანდ ვიქნები ჩემი მანქანით. მანქანა კარგ ფორმაშია, ასე თუ ისე, ეხლა შევცვლი ალევის ანთლებს. მოხდა ამჯერად ამიღენია მოხოვის კუთხე. არც ჩადურებული ხიდი, ღია ხიდი ქონდა. შეხაშორის გადაცემა შევცვალე, გაცილებით მოკლე გადაცემა და უფრო ჩქარი ახლა მანქანა. წინ ცოტა დასაწევი არის, ხილი არ მომწონს, იმიტომ რომ უკანა მხარე უფრო დაწეულია და ეხლა განაცდება მექანა, როცა დავწევ წინ. საბურავები ისევ კუმოს მექანია, იმიტომ რომ ძალიან კარგად მუშაობს. და აგივე თუ დიდი ზომები მაქვს წინაც და უკანაც. შედარებით ვიდრე მანამდე era. დანარჩენს უკვე გაჩვენებთ ნურბურგრინგიდან. ჩემი ხელთვანები არ შეიმჩნიათ. შენ მე ვიყო შენი ტრეკის სეტაპი, დრიფტის უარ არის უბრალოდ. ხო. შენი ტრეკის სეტაპი არის უბრალოდ დრიფტის არ არის. მოხოვის კუთხე იხსნა. რაღაც შევიტანე რა უფრო ხისტია შედარებით და. რა ნახოთ როგორი იმუშავებს. ცოტა წვიმებია გამოცხადებული მეგონი ტრეკზე, მაგრამ ვიპოვით მშრალ პერიოდსაც თორა და მე სხვა დროს წავალთ, სხვა დღეებში წავალთ უბრალოდ. კაი, ეხლა ანა გადაიდოს როგორც ვშლი მე სვეჩებს 16 სამს. მე საჭეს როგორც ვშლი. იმიტომ რომ ეს საჭე ტრეკისთვის მანამდე არ გამოგვიდება და მეორე საჭე მაქვს ამოღებული მოსწავლეთ. და კიდევ უკან რაღაც ხმაურობს უნდა ავწიო და მე მგონი ამოწოდორი არის მოშვებული და უნდა გადავჭირო. ერთ წელი გადავაყოლეთ ნაგავს და გადავაყოლეთ? არა, გადაყოლე და მე ვიპოვე. საჭების შეცვლის პროცესი ისეთია, რომ არ გვინახავს არავის. აუცილებლად დასაფიქსირებელია. და მე მასალეზე არაფერი ვარ. მასალეზე არა, მნიშვნელოვანი პროცესია, ხალხო ნახეთ. რა დაწაბული მომენტია. რატომ მე გადავაყოლე? ანა შენს კიდე რო რიგზე? კი. ხო მაგარი იქნებოდა. ძალიან. ცერატორიდან გასაუბრე. მაგარია. თუ ხო გადავწყვიტეთ, რომ თავგადასავლებით საოცრება უნდა გქონდეს. ეგეთ თავგადასავლებით არ არის ზად რა, იმაში უაბესო მასიჯერზე შეხედი არ დაიზე. მზად ეგრეთ არასდროს არ ხარ ადამიანი კაცო. უნდა დადგე ფაქტის წინაშე ბიჭო. აბა რა, ეგ არის ცხოვრება. აი, კარგი ამინდი თუ იქნა, მინდა რომ ჩემი დრო გამომჯობესო კიდე. 824 იყო დრიფტერული სეტაპით. რაც საკმაოდ კარგი დროა. გამაკანებს. ჩემი აზრით ნიჭიერი ბიჭია და აი ხა 8 და 5-ს დაწერს. 05. დაბალი რო დავწერო ძალიან არ არის. 8 და 05-ს დაწერს. აი ჩემი სიტყვები გამიმახსოვრე. და მე დაშლილი. თან ხალხო იცოდეთ რომ ეხლა არის ტრეკის სეტაპი და ტრეკის სეტაპი იცით რა არის? დრიფტის სეტაპი არ არის. ო, სუპერკარები ძალიან ბევრი იყო კიდე, გარდა იმისა, რაც გაჩვენეთ ეხლა ვიდეოში რაც ნახეთ, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვახერხებდი ხოლმე ზოგჯერ გადაგებას. ან ზოგჯერ საში ხდებოდა ისეთი მანქანა, რომ ძალიან ბევრი იშვიათი მოდელი დადის რა, ძალიან ბევრი. ეს სხვა შორის რო იცოდეთ, ეხლა მოდი ალალოდ უთხარი ხალხს. ხო. აი მართლა. რა. ეს ხო ჩემი დაგეგმარებულია. რომელი შემშვები? აი ეს. არ მახსოვს. კი. აა, აჩა. რო გებდა მივედი, დაუგეგმარე, გავაკეთებინე. იდეალურად მერქ.
ხო ცუდად არის, მაგრამ გავასწორებ ცოტა ხანში. ეხლა შენ გადმოწია აქ, თორე ისი აი აქ არის. ხო იცოდეთ ეს მოდის. აი აქ ჩდება პირდაპირ. ეს ეყენა დიდი 5 ლიტრიანი ეყენა და დავაყენეთ პატარა. 2.5-იანი. რომ ეს ჩატეულიყო, აქ თან ჩისტიტელების, ანუ იდეაში თავიდან არ დააყენა, იმიტომ რომ რათა მინდაო. წყალია ჩისტიტელებში. არა, მინდა უბრალოდ. აი ხო თქვენ ამის უფრო გჯერათ თუ ჩემ? რატომ უნდა ჩემი? ჩემი. შემოყოლები შემიძლია, შენ ახსნა შემოყოლება. გამოიწევ ჩემი აქ. ეს GM Tuning-ში ნაყიდი. შალიკ დამასპონსორა. მანქანაზე თulis ვეჭსო 16 რო გახო 4 ცილინდრი. 8 ლიტრი დავუყენა მარტო თუ ეყოფებო. დაიყალა. აქ მე ძალიან დავიყალე. მაგრამ ჩემს მეტი ამას არავინ არ იზავდა და გავაკრძალე. ნახეთ ხალხო კუზაო როგორი არის ეს. ვაუ, ხო ახლა ამის ხარჯზე ნახეთ, აი ამებში არ არის წასული კუზაო, ნახეთ. ეგ ახლა დავაყენე. Magic მაცადე რა. ანუ არ არის წასული რა, რა იცი. ეგ 46 მოდის, ამას არ მოხდეს. ვიცი 46 მოდის, ხოლმე შეიძლება ჩემი მანქანა რო ვიყიდე. ამასაც მოდის, ოღონდ სხვა პირიქით შედის. 46 რო ვყიდულობდი. პირველ რიგში ვატვარიელებდი ამას, რომ კუზავაზე ხო იყო დაძრული ესენი პირი ხო არ ქონა დაღებული რა. იმათ. ვიყიდე ისეთი მანქანა, რომელსაც პირი არ ქონა დაღებული და იდეალურ მდგომარეობაში იყო, მაგრამ რა დგინდა? არა, ზეც ჭამდა იმდენს. ეგ მოგვარებადია. რომ ორთოში გავყიდე. ეგ მოგვარებადია, ძრავის შეცვლილი გაარიან. დათო, მე პრობლემებს არ ვაგვარებ, მე ვსპობ. გაყიდვა არის მოსული. აბა რა. ეს მანქანა თუ გვეჭერ უნდა ყოლდეს გაგიდულია. მანქანას პრობლემა არ აქვს, რა გინდა? შენა პრობლემატურებ, ანუ 2 წელია დადიხარ სვეჩებით, გაზაობ და გამოდიხარ შეჯიბრზე, ცუდი სვეჩებით და არ უცვლი და მეტი რა ქნას ამ მანქანამ. ტრეკის ეტაპზეა. ტიპა ორჯერ იარა რინგზე. თან მეორე რეკორდია მთელი აბა კი ბაზარი არა არ ჩანს მაგრამ დამინუსებული მაქვს მოდით ვაღიაროთ რომ არც ახლა იუთუბერებში ისეთი დრო აქვს რომ კარგახანი იუთუბერი ვერ გაუმჯობესებს ამას ამ დროს რა და ოღონდ თემა არის რომ მოდის რა მთელი იმით და რაღაც ამ დროს ანუ სვეჩებსაც არ ცვლის მანქანაზე და ტრეკის ეტაპით მოდის ოღონდ ტრეკის ეტაპი არის რომ მოხვევას ხსნის და დრიფტის ეტაპი აღარ არის რა აი მინდა რომ ამაზე თუ შეიძლება რა ბლოკირებაც კი არ მაქვს ბლოკირებაც კი არ აქვს ანუ აი ჩადუღებულ ხიდს ხსნის და ღია ხიდს აყენებს ოღონდ ის ღია ხიდი რაც მოეპოვება მანქანაში ანუ გადაცემაც არ აქვს შესაბამისი ისეთი რომელიც რინგზე გამოადგება რა აი იცით როგორი აი ფილმი რო უნდა გადაიღო ხო იცი აი ის რო რა ქვია ღარიბი მრბოლელი რომელსაც ნიჭი აქვს მაგრამ აი რაღაცა ყველაფერი რაც გააჩნია ველოსიპედით რო იგებს ჯიტის ამის რბოლა და ეგეთი რა თო დავასაფორტოს დათო მაგარია ტრეკის ეტაპი როგორ გაზვალებში არა ანახებდი და როგორი ნახე მაცადე ერთი წამ საბურო შეხედე კუმფო ეს ეტაპი მაგარია უხდება ობომა მე შევცვლე რა სტიკერები ხო გააზრე მანქანა სტიკერები არ თავიდანვე შენი ბრალი ხა გაჩვენე აუ ხალხო უბრალოდ აი ღმერთო თქვენ არიცით წერან ღმერთმა როგორ გადმომხედა ოღონდ ნახეთ სტიკერებს რო ვაძრობდი აი აქ აიღო ლაკი და აი აქ სადღაც მოიცადე ვიპოვა აი აქ აიღო ლაკი კიდე რო ვაძრობდი და ეს მოვიდა და აიო შენ ცუდად აძრობ ამ სტიკერებს ნელა უნდა აძრო არიცი ვაცადეო გამანებეო თავია აქეთ ხარეს ჩემით ვიზავა და ბოზო აქეთ ხარეს მოვიდა ძმა და აძრობს ნელა აძრო ეს ესეც გააფუჭა და არა სიძახი ჩემი ბრალია თურმე მევაძრობ მე რა თქმა უნდა გაჩერდა და მაცადა აძრობა აი მან ღმერთმა გადმომხედა რომ შენი ხელით გააფუჭე მართლა იმიტომ რომ მე ვერასდროს ვერ დაგაჯერებდი მაგას რომ ჩემი ბრალი არ იყო აუ სპოილერს ამოუხარ ხო უნდა მოხსნა რა რატომ უნდა მოხსნა ძალიან იღუნება მაღალ სიჩქარეზე და მაგია ტრეკზე შარი არ მომდონ აუ სპოილერი უხდება არა 213 არ უნდა დავიდე ტრეკის ეტაპი სპოილერი პლასტმასის
ტაივანის არ არის ხო? მოკლედ სადღაც გლდანშია ჩამოსხმული. ეს მაგარი აეროდინამიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია რომ იცოდეთ. ჩამოვედი 64-ში როგორც იქნა მოვახცია აქამდე პარიზიდან გუშინავე დავბრუნდით. ეს არის პირველი დღე რა, Green Hell Driving Days, სამი რისკვია დღეს და უამრავი მანქანაა, საცობები ყველგან. ეხლა ავიღე ტიკეტი, პარათი და ეხლა ცოტა გადავალ იქეთ პარიზს, შევალ ძირითად პარკინგზე ვნახავ რა ხდება. ეხლა ვალერია შესული, ჩემი მეგობარი, ჩემი ძმაკაცი, ვისაც ვართ ხოლმე როგორც წესი გერმანიაში ჩამოსულები და სხვადასხვა შეცვალა მანქანა, პირველი სერია აღარ ყავს, კი არა და მეორე სერია აღარ ყავს. ახლა ყავს Ford Fiesta ST. საკმაოდ მაგარი მანქანაა, ძალიან სვეჟია, Ferrari-ის წითელია. ეხლა ცოტა ხანში შემოვა და გაჩვენებთ აუცილებლად. პარკინგი არის გადავსებული, ძალიან ბევრი მანქანაა მოკლედ რა. მაგრამ 64-ია. აი ეს არის ადგილი, რომელიც არ ვიცი რა, ყოველთვის მაბედნიერებს ეს ადგილი რა. აქ ყოფნა ისე მაბედნიერებს, რომ არ ვიცი რა შევადარო. რა კარგი TV არიან, ნახეთ. დღეს ძალიან ბევრი მანქანაა. ანაც აქ არის და ნურბურგრინგზე უნდა იაროს. კი, სხვათა შორის და ვალერი არის შესული ახლა GoPro-ს გავატანე და დრაგიც უდევს, დრო დაინიშნოს, აინტერესებს. პირველი შესვლა არის, ტესტავს მანქანას, ასე ვთქვათ. როგორ 92-ში მოუკევი, აი ნახეთ რა, არა ლამაზია. ესეც და ესეც. ულამაზესია. რა დავამოყავ, იცი ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი 92-დან. მე კიდე მგონია რომ ყველა ჩამოსვლაზე იმატებს 26-ს. მანქანა 26-ების რაოდენობა. ძალიან ბევრი არიან რა. ემოქდა ზოგადად. მაგრამ მოდი ვაღიაროთ 92-ით ძალიან ბევრია უკვე რინგი. აი ნახეთ რა რეკორდა. ის ალფა რომეო. ძალიან ნახდა. ემორებიც ძალიან ბევრია და ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია. რინგის და ძალიან მაგარი მანქანაა. აგრადაა. General Honda de Blue. Sami, arkası tutulmuş. Das old Alfa. Da ძალიან უხდება აკაურობას ეს ნურბურგრინგის ტიკეტი. ეს იქნება მაგალითად. ეს არის Alfa, რომლის ყოველაც მინდა ჩემს სასურველ გარაჟში. ძალიან პატარა, უკანა წამყვანი. არ ვიცი ხა რესტავრირებულია თუ ასეთი შეინახეს, მაგრამ ძალიან მაგარ გამოიყურება და აი ახალებით მდგომარეობაში. ულამაზესია. ეს საღებავი არ მგონია შენახულებას. აი ულამაზესია რა. და აქტიურად იდენებს მისი პატრონი ტრეკზეა მოსული, აი ნახევარს მიგებდნენ და ხოიოებზე. და რესპექტი ძალიან დიდი. 60-ის M5. იმედია ჩეკმა არა უნდა. და ვარაუდობ არის. Porsche-ები, აი ნახეთ ტრეკზე რა ხდება. აი ალპი. კალარენი და რინგზე, აი იქნება არა. აი ასამორალი პინგვა. 46-3 ლეგენდა. ანა, როგორ არის გამოსასვლელი გერმანულად? Ausfahrt. ვაჭა. აქ უგემრიელესი ფანგექებია, შეგიძლიათ დაგემოვნოთ. დაათი უნდა იყოს ემის სამოხუჭე სისტემაზე. კი, ატმოსფერული ძრავით არის. E30. ძალიან ლამაზი მომზადებულია. კარგასით. შკოდას გადავახდეთ. ეს რა არის? Peugeot GTI, ხო, სავარაუდოდ. ესეც ერთ-ერთი ბიუჯეტური ავტომობილია, სხვადასხვის რინგისთვის და არა მარტო რინგისთვის, ტრეკზე სასიამოვნოდ ევროპაში ბევრი იყენებს ასეთ მანქანებს, მეგანებს, Peugeot-ებს. მაგრამ გემოვნების ამბავია, რა თქმა უნდა, ამ ფასში შეიძლება რამე შედარებით ძველი BMW მოგივიდეს და ალბათ ის აჯობებს. ძალიან ლამაზი G-სერიის M. GT3 RS.
ულამაზესია. აი აბსოლუტურად სხვანაირი არის. არც ერთ მანქანას არ გავს და მეტად არის ორიენტირებული ტრეკზე. ძალიან პატარა. სუბუქი. Евსემი 46 სემი ულამაზესი. მეულის გავარა ხე? არ ვინახავს, სხვადასხვა კვალიფიკაცია აქვს დღეს მეულუც დრიფტის ჩემპიონატზე გამოდის. აუ რა მაგარი კლიო ანახე. გოლფერი, რომელიც ძალიან მაგარია რა. ძალიან კაი დროებში დადიან ეს მანქანები. მოკლედ, გადაჭედილია აქაურობა რა. აი უამრავი მანქანაა. სავარაუდოდ დღეს რო შევალთ, კარგი დროის დაფიქსირება არ გამოვა. იმიტომ რომ ბევრი მანქანაა, მაგრამ დღეს გვექნება გასართობი წრეები, ასე ვთქვათ, მანქანას შევხედავ როგორ იქცევა. საბურავებს როგორ იმოჭიდება, იმიტომ რომ საკმაოდ ცივა. ძალიან დაბალი ტემპერატურაა, საკმაოდ ცივა. წავიდეთ ახლა ჩემს მანქანასთან. ამასობაში ვალერის გამოვა და უკვე დავიფარებ ჩაფხუts თავზე და მექნება უკვე თავის კადრი. აი შესვლაზე ძალიან დიდი რიგია. ანას გაკვეთილები გერმანულში. Hyundai ჩვენი არა. რაღაც მანქანას ეძებენ, ჩვენი არ არის. აი ანა მახინჯი კომპაქტი, რომელიც არ მახსოვს. მე ძალიან მომწონს. და ძალიან უხდება სპორტული ხასიათი ამ მანქანას. აუ, როგორი მომზადებული M4-ია ნახე. ველოდებით ვალერის, რომელიც სავარაუდოდ საცობშია ტრეკზე. GT4 Spider-ი RS-ი. უბრალოდ Spider RS-ი. აი მეგენ RS-ი კიდევ ერთი. დეულს შევარცხელს. ო, ვალერის მოვიდა. ხრადა 49-ში იარა, აცუ ჩამოსდა, ძალიან კარგი. ნახეთ რა ლამაზი ფიესტა ყავს ვალერის. დისკებზე გუშინ ჩააწვა, გუდი არის ასიმეტრიკები. ძალიან მაგრად მუშაობს. ჩვენი მეგობარი ახლობელი გიორგიც ჩამოდის, ეხა მოდის, ცოტა ხანში ჩამოვა, თავისი 135-ით. მაგარი ჯიარია. Golf 3. და გიოც მოასწრებს იმედია შესვლას, იმიტომ რომ წვიმას აპირებს და იმედია შესვლას მოასწრებს, რომ იაროს მშრალზე. და მეც იმედია მოასწრებს მშრალზე სიარულს, თუმცა აი ნახეთ როგორი საცობია, ნახეთ. აქაც არიან ეგეთები მომაზესი. ესეც ხშირად არის ხოლმე. ეს კიდე მომზადებული 325, როგორც ჩვენთან წრიურ ბოლაზე დადიან. საბინე შმიდის საპატივცემულოდ აქვს მწვანე ლაივერი და აი აწერია კიდევაც. რესპექტი. აი გიოს მანქანაც აქ არის, ჩამოსულა. აი გიოს მოვიდა. როგორა? არაბიშოს. აბა. ჩამოხვედი მომზადებული მანქანით. ნახევრად სლიკები, ახალი დისკებით. მეც მივდივარ ახლა მანქანასთან, რომ მოვასწრო როგორმე რომ ჩავჯდეთ იმაში რა ქვია, შევიდეთ მშრალზე და სალამ გაწვიმდება რა. კაი, ეს რა ქვია, ვალერიც შემოდის ახლა რა. ხო და ჩაფოს დავიფარებ და შევარდეთ. მივალ მანქანასთან, იქეთ ყავს მანქანა. ქვემოთ. და ყველა პარკინგი არის გადატენილი, სავსეა. ბევრი მანქანაა საკმაოდ, თან ხვალდაზე წვიმა არის გამოცხადებული და სავარაუდოდ მაგიტომ ყველა ეცადა რომ დღეს ჩამოსულიყო რა. მშრალზე უნდა რა თქმა უნდა ყველა სიარული და ამიტომ აქედაც არიან რაღაც საინტერესო მანქანები, მაგრამ მე მგონი ძალიან ბევრი ვნახეთ შემოსასვლელში და გასასვლელში. კაი, ეხლა უკვე გადავჯდები ჩემს მანქანაში, დავქოქავ, გავათმობ და შევა. თქვენ კი ნახავთ ონბორდს. ვაუ, რა მოხდა? ჩავქრით და ძალიან ცუდად. აი ეს არ მინდოდა.